მღრღნელებისა და მწერების საწინააღმდეგოდ ბათუმის მერია მიმდინარე წელს 185,315 ლარს დახარჯავს. უწყებამ პროგრამის განხორციელება უკვე დაიწყო. დეზინსექცია, დერატიზაცია ქალაქის მასშტაბით ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება. სანაგვე ურნებს, ნაგავ გამტანებს, სადარბაზოებს და სარდაფებს სპეციალისტები შესაბამისი ხსნარით შეწამლავენ. პროგრამის ფარგლებში იგეგმება ასევე ღია არხების და დაჭაობებული ადგილების დეზინფექციაც. როგორც მერიის წარმომადგენლები განმარტავენ, მსგავსი ტიპის ღონისძიებები თვეში რამდენჯერმე უსასყიდლოდ განხორციელდება. პროგრამას მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარული ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს. ახლა ჩვენ ვახორციელებთ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფებისა და სადარბაზოების დეზინსექციას. წარმოებს ქალაქის ტერიტორიის დეზინსექცია, ღია არხები, ჟილინის არხი და სხვა პატარა მცირე არხების დეზინსექციის. ტარდება ასევე დერატიზაცია ქალაქის ტერიტორიის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, როგორც იტალიური ეზოების მღრღნელების წინააღმდეგ ბრძოლა.